ჩვენი სტუმარია პარლამენტარი ნაციონალური მოძრაობიდან ნიკა მელია, რომელიც ასეთ რამეს ამბობს, არ მინდა შევაშინო ბატონი ხაზარაძე და ჯაფარიძე, მაგრამ ყოველდღე უნდა ელოდონ დაპატიმრებას. ნიკა, რატომ გაქვთ ასეთის მოლოდინი საქმე, რატომ გიტოვებთ ამ შთაბეჭდილებას, რომ შესაძლოა ხაზარაძე და ჯაფარიძე დააპატიმრონ? მოგესალმებით. ვინაიდან რადგანაც 6 წლის განმავლობაში, 7 წლის განმავლობაში უпроსორე ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ბიძინა ივანიშვილის მმართველობის სტილს და მსგავსი შეტევები პოლიტიკური მის ოპონენტებზე, რომელსაც იგი სამართლებრივ ასპრეში განიხილავს, ხოლო და სინამდვილეში არის პოლიტიკური ზეწოლა და რეპრესიები პროკურატურის იარაღის გამოყენებით, ხო, ცხადყოფს ამას, ანუ პრაქტიკა ცხადყოფს. ეხლა მე ამჯერა და არც იმდენად გულოვარ, რომ ადამიანმა ივანიშვილს გულისხმობ ეს შეტევა ყველაზე წარმატებული ბიზნესმენისა და ყველაზე წარმატებული პოტენციური პროექტის წინააღმდეგ განახორციელა გეგმის გარეშე. აი რისიც ამჯერა, ნამდვილად აი ამის ამჯერა. ბუნებრივია, კარგად დაწონილი აქვს ამ ბატონს გახარიასთან ერთად, იქ თავის ასე ვთქვათ კლერკებთან ერთად, რომლებიც გაამწესა ზოგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ზოგი გენერალურ პროკურორის თანამდებობაზე და მიზნად ისახავს რას, რომ ბოლომდე მოგუდოს ერთის მხრივ ბანკის დამფუძნებელი ბატონი ხაზარაძე და მეორეს მხრივ ან შეაფერხოს, ან შეაჩეროს პორტის შენებობა. ამ უკანასკნელში რა ვგულისხმობ? გულისხმობ შემდეგს, რომ დიახაც ორი ვარიანტი განიხილება ჩემს მიერ. ერთი შეფერხება და მეორე შეჩერება სრულად. შეფერხების შემთხვევაში იგი ეცდება, რომ ადმინისტრაციაში შეიყვანოს მისი ნდობით აღჭურვილი პირები და კი ბატონო შეიძლება მას წინააღმდეგობა ვერ გაუწიოს მიუხედავად ცდილობისა ჩვენს მთავარ საერთაშორისო პარტნიორს, გულისხმობ ამერიკის შეერთებულ შტატებს, მაგრამ ადმინისტრაციაში მას ენდობება საკუთარი ნდობით აღჭურვილი პირი და შეჩერებაში გულისხმობ ზოგადად რა თქმა უნდა ესეც არ არის გამორიცხული, ვინაიდან რუსეთის ფედერაციის ინტერესები ყოველთვის ცნობილია ჩვენს გეოპოლიტიკურ ნიკა, არ შეჩერება და არ შეფერხება, ალბათ დაპატიმრებას არ უნდა გულისხმობდეს. არა, რა თქმა უნდა, როგორ არ უნდა გულისხმობდეს, ჯერჯერ ბატონი ხაზარაძე არ ეთანხმება ბიძინა ივანიშვილის ბრალდებით, ხო ეს ფაქტია, ხო? არ ეთანხმება. ეხლა მოლოდინი აქვს საზოგადოებას უფრო მეტ სიცხადეს შეიტანს იმასთან დაკავშირებით თუ რა ხდება მის თავს და მთავარი ფინანსური ინსტიტუტის თავს, მაგრამ ნუ ეს ერთი საკითხია. მეორე საკითხია, რომ იგი არ ეთანხმება. ეხლა რა დაბოლოება რა უნდა იყოს? ან მამუკა ხაზარაძე გამოვა მართალი ამ საქმიდან, ან ბიძინა ივანიშვილი გამოვა მართალი. ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ 17 მილიონი, ხო თუ არ ვწდები, ანუ სესხად გასცა მის მეგობარზეო წინადღითო და მე მისი მეგობრიდანო ეს ფულიო კვლავ აიღო. ანუ პროკურატურა, მოდით ვთქვათ, სხვა საქმეებთან დაკავშირებით, სადაც სხვა საქმეებთან შედარებით, სადაც აბსოლუტურად მირწამხდები არიან და ბოდიში თამაშობ უტიფრად იტყვა, აქ აი ამ საქმეზე როდესაც საუბრობ, მეტანაკლებად რაღაცა დამაჯერებლობა, ყალბით დამაჯერებლობაა თუ რეალური დამაჯერებლობა, ხო? ფაქტია და აი შემდეგ წინადადებას ამბობს ორს, რომ მამუკა ხაზარაძე ბადრი ჯაფარიძესთან ერთად მის მეგობარს მისცა 17 მილიონი წინადღით და მეორედან უკან გამოვარდა თავისმა ბანკმა და გააყალბეს რაღაც დოკუმენტებიო. ამის საპირწონედ ჩვენ კვეთრი განცხადებები, რომელიც გვაფიქრებიებს საზოგადოების დიდ ნაწილს, რომ ბიძინა ივანიშვილი 100%-ით არის, ასე ვთქვათ, პოლიტიკურად მოტივირებული, რეალურად ობიექტურად თუ ვიმსჯელეთ რა, ნორმალურ საქართველოში რო ცხოვრობდეთ, მართლა არ მოგვისვენია. უბრალოდ ჩვენ პრაქტიკით და გამოცდილებით ვთქვათ, რომ ბიძინა ივანიშვილს ქვეყანაში, სადაც ვისაც უნდა ასამართლებს, ვისაც უნდა იჭერს, კერო ვარაუდობ, დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკური მოტივაციით დევნის, ეხა ხაზარაძეს უბრალოდ დაასხდნენ და თქვენს ხაზარაძეს გარშემო რაღაცა იპოვეთ. ნიკა, მოკეთ შტაბეჭდილება გაქვთ ივანიშვილზე შექმნილი ისეთი, რომ არ გჯერათ, რომ ასეთი მსხვილი, მართლაც ნაკლებ დასაჯერებელია, რომ ასეთი მსხვილი საფინანსო ინსტიტუტის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ასეთი საქმე
10 წლის წინანდელი საქმის გაცოცხლება არ იქნებოდა, ეს ვთქვათ, პოლიტიკური მოტივების გარეშე. თქვენ ამბობთ, რომ მოლოდინი გქონდათ უფრო მეტი. აი, რას ნიშნავს, რომ უფრო მეტის მოლოდინი გქონდათ? რა უნდა ქნას მამუკა ხაზარაძე? თქვენ ფიქრობთ, რომ ის რაღაც პოლიტიკური დაპირისპირების ველში შეიჭრას? აი ამის ახსავს ვცდილობ დიახაც. მე უბრალოდ პრაქტიკულად ანატომია, არა მარტო ანატომია ვიცით მთელი ამ ხელისუფლების და დარწმუნებული ვარ და ეჭვი ამეპარება, რომ პოლიტიკური მოტივაცია აქვს, ხო? რას ლაპარაკობ, შვილმოკლული მამები არიან და გუშინწინდელი ჩადენილი და ერთწლიანი დანაშაულები არ გაუხსნათ, არა იმიტომ რომ ვერ ხსნიან, უბრალოდ პოლიტიკური ნება არ არსებობს. და 10 წლის წინანდელ საქმეზე რომ მიადექი შენ ყველაზე წარმოტებულთ თვითკმარ, თავისთავად რო შექმნა ისეთ ასე თქვათ ბიზნესმენს და ედავები, რა თქმა უნდა, აქ პოლიტიკური მოტივაცია არსებობს. თუმცა არ გამორიცხავს რომ რაღაცა მართლა შეიძლება შეეშალა, მაგრამ ეს არ იყოს ფულის გათეთრება, მაგრამ ამის თაობაზე ჩვენ მოვისმინეთ დამაჯერებელი განცხადებები, არ მოვისმინეთ. თუმცა ჯეჯერობით ხაზარაძე, თუმცა ისიც მშვენივრად მესმის, რომ მანამ სანამ ბატონი ხაზარაძე არის სამეთვალყურო საბჭოს თავმჯდომარე, ხომ? მან ეხა მკვეთრი პოლიტიკური განცხადებები რომ აკეთოს და შევიდეს უბრალოდ ღია პოლიტიკურ დაპირისპირებაში ხელისუფლებასთან, მე რომ ვკითხოთ, რომელიც გარდაუვალია ადრე თუ გვიან ლონდონის საფონდო ბირჟაზე TBC ბანკის აქციები კიდევ უფრო გაუფასურდება და ალბათ შესაძლებელია ამ ყველაფერს იგი ურთიერთდება და სწორსაც აკეთებს. ვინაიდან იცით რომ ერთ დღეში 151 მილიონი ფუნტ სტერლინგი დაეცა TBC ბანკის აქციების ღირებულება. მაგრამ ასეთი კითხვა მაქვს თქვენთან. გარდა ერთი შემთხვევისა, რომ მამუკა ხაზარაძემ უნდა ისაუბროს რეალურად. ჩვეულებრივია ხა ის ხომ არ დაუბრალებია ბიზნე ივანიშვილის ხაზარაძისთვის, რომ მუნიციპალურ ტრანსპორტში უბილეთოთ იმგზავრეთო. ფული გაათეთრიო შენს ბანკშიო და რა ეხა რა და ძებნაზეა პრაქტიკულად დასმული საერთაშორისო რაღაცა სოფტში, ხო? ანუ ეს პრობლემაა სერიოზული. TBC ბანკში დასაქმებულია 10,000 ადამიანი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა, ასევე საზოგადოებაში თუ გაჩნდა კითხვა და არსებობს ჩანს კომენტარებში საზოგადოებისთვის აქტიური ადამიანების გამოხმაურებებში, რომ მათ აქვთ ამ საქმესთან დაკავშირებით ძალიან ბევრი შეკითხვა მისი პოლიტიკური ქვეტექსტის და კონტექსტის გამო. ზოგადად ხომ არ ფიქრობთ, რომ ბანკებისადმი ნეგატიური დამოკიდებულება, რომელსაც სხვათა შორის თქვენი პარტიაც და სააკაშვილის თავისი განცხადებებით ასაზრდოებს ხოლმე, ამაზეც არის გათვლილი ეს დაპირისპირება. თუ ფიქრობთ, რომ ვერ იმუშავებს ამ ნეგატივს გადასწონის უსამართლობის განცდა, თუ ასეთი გაჩნდება ამ კონკრეტულ საქმესთან მიმართებაში. კი ბატონო. მესმის თქვენი კითხვის არსი, დიახაც, ჩვენ როდესაც ვაკრიტიკებდით ამა თუ იმ ფინანსურ ინსტიტუტს ვაკრიტიკებდით სხვა მოტივით, რომ ხალხის კეთილდღეობაზე არ ფიქრობს არც ხელისუფლება და არც საბანკო დაწესებულებები, რომლებიც უნისონში მოქმედებენ და ძალიან მაღალი საპროცენტო განაკვეთებია და აშენ რაც შეიძლება. აი ამ ჭრილში ვაკრიტიკებდით, ხო? რაც ძალიან ჯანსაღია მით უმეტეს ოპოზიციაში მყოფი პოლიტიკური გაერთიანებებისთვის, მაგრამ ის რასაც ეხა ბიზნე ივანიშვილი აკეთებს, ბიზნე ივანიშვილი რას აკეთებს, ხო? რა ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნავს და ამაზე არის ორიენტირებული და ფოკუსირებული, არა უბრალოდ მოგვიდოს, ხო? რაზე ვსაუბრობთ ხო ესა ქალბატონო დიანა, წარმოვიდგინეთ უნიკალურ ისტორიულ ინფრასტრუქტურულ პროექტზე, გეოპოლიტიკურ ისტორიულ პროექტზე ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე. რატო ქვია ამას ღრმაწყლოვანი პორტი და რატო არ ქვია უბრალოდ ჩვეულებრივი პორტი, ხო? იმიტომ რომ სერიოზული მოთხოვნა არსებობს შავი ზღვის რეგიონში ღრმაწყლოვან პორტებზე. ეხლა აიგეთ ფოთი, აიგეთ ბათუმი, ხო? ნებისმიერი მსხვილი გემი, რომელიც მოადგება ნავსადგურს ან ფოთში ან ბათუმში, იგი ნავსადგურში ვერ შემოდის. ჩერდება ნავსადგურამდე ზღვაში და პატარა გემები მიდიან და იქიდან მოვა ეს ტვირთები, ხო? და ეს უნიკალური პორტი, დიახაც, ამის შესაძლებლობას იძლევა, რომ
ყველაზე დიდი ზომის სხვადასხვა ტიპის გემები შემოვიდნენ. არის პირდაპირ კონკურენტი რუსეთის ფედერაციის ნოვოროსიისკის პორტისა, პორტი, რომელიც წლის განმავლობაში რამდენჯერმე კლიმატური პირობების გათვალისწინებით უბრალოდ ვერ ფუნქციონირებს. შესაძლოა ძალიან დიდი პოტენციალის მატარებელი ამ 7,000 ადამიანი დასაქმებაა. ნახეთ, რასაკეთებს. აი ამით დავასრულებ თუ შეიძლება. თქვენ ახსენეთ თქვენ შესავალში რასაკეთებს ყველაფერთან ბიზნესმენიშვილი. 7,000 ადამიანი დასაქმდება ეს პორტი, როდესაც დასრულდება. ხო, რას ნიშნავს ზუგდიდის რაიონისთვის ან თლიან სამეგრელოსთვის და თლიანად ქვეყნისთვის, ხო? წარმოიდგინეთ 7,000 ადამიანი რო საქმდება იქ ეხა. შეიძლება ის ანაკლის პორტს ხედავს ხაზარაძის გარეშე. პოლიციელი დამატებითი ბატონო? შეიძლება ის ანაკლის მომავალს ხედავს ხაზარაძის გარეშე. დიახაც, ორი ვარიანტია, ან ხედავს ანაკლის პორტს დიახაც ხაზარაძის გარეშე და მისი ხელდასმით დანიშნული ადამიანი უნდა იქ ადმინისტრაციაში, რაც ნაკლებად სავარაუდოა, იმიტომ რომ აქ ბუმბულს არ აჩენს რუსეთის ფედერაცია, ან თლიანად უნდა რომ ტერმინირებული იყოს ეს პროექტი, მაგრამ უბრალოდ წარმოუდგენელი ეკონომიკური აღმოსვლა იქნება მთელს რეგიონში, სამეგრელოს რეგიონში. ამაზე რეალურად რა უარს ვამბობ, როდესაც ეხა მოგწონს, არ მოგწონს, მამუკა ხაზარაძე 5 წლის განმავლობაში თავადაც ისაუბრა, ამან წარმოუდგენელი მუშაობა გასწია და დაითანხმა 6 საერთაშორისო ინსტიტუტი ინვესტიციების განხორციელებაზე, მათ შორის მსხვილი ევროპული ბანკები. გასაგები, დიდი მადლობა ნიკა, უნდა დაგემშვიდობო. არის ასაღები უბრალოდ მაისის თვეში და ამ ყველაფერზე თუ უარი თქვა ჩვენმა ხელისუფლებამ, ეს არ არის უბრალოდ ხელისუფლებასა და TBC ბანკს შორის დავა, ეს არის დიახაც ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული სახელმწიფოებრივი ნიკა მელია იყო ჩვენი სტუმარი. რა პრეტენზია გქონდა გუშინწინ ხაზარაძესთან? ნიკა მელია არის ჩვენი სტუმარი.